თიხმის სამედიცინო დაწესებულებებს კომპანია თელასის განახლებული ქვესადგური მოემსახურება. 2057 სატრანსპორტო ქვესადგური ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა და თელასის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს. სატრანსპორტო ქვესადგურზე შენობის კაპიტალური რემონტი და ელექტროტექნიკური ნაწილის რეკონსტრუქცია მოდერნიზების სამუშაოები ჩატარდა, რომლის შედეგადაც ქვესადგურის სიმძლავრე 1500 კილოვატამდე გაიზარდა. ის ელექტროენერგიით პირველი კატეგორიის მომხმარებლებს თბილისის 8 მსხვილ სამედიცინო დაწესებულებას უზრუნველყოფს. მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან შესაძლებელი ელექტრონის მიწოდება, ანუ თუ ავარია მოხდა და ერთი ხაზი გაითიშა, შესაძლებელი იქნება ავტომატურად უკვე მეორე ჩაირთოს და საერთოდ ელექტროენერგიის გათიშვას ვერც კი იგრძნობს ეს დაწესებულებები. ჩემი ექიმად მუშაობის კარიერიდან გავიხსენე რამოდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, როცა ბავშვთა საავადმყოფოებში დენის გათიშვის გამო ფატალური შედეგები დადგა დღენაკლული ახალშობილების მოვლაში. ეს დღევანდელი ტექნოლოგიური ნაბიჯი ფაქტიურად გარანტირებული დაცვა იმისაგან, რომ უკვე ორმაგი დაზღვევით კონდეთ ელექტრომომარაგება პაციენტებს და ტექნოლოგიებს და ეს არის უპრინციპულესი, იმიტომ რომ საავადმყოფოს გარეგნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ტექნოლოგიური უსაფრთხოების დაცვა. Проведена реабилитация подстанции 2057. ჩატარებულია 2057 ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა ეს რეალურად ახალი მშენებლობაა. ქვესადგურის სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის, რომ მარაგდება ორი სადგური და ერთის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად მეორე ირთვება.